ყოველწლიურად 25 ნოემბერს იწყება გლობალური კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ეს გახლავთ 6 დღიანი კამპანია 10 დეკემბერს სრულდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს საჯარო ღონისძიებებს ამ კამპანიის აღსანიშნავად. წელსაც თავაზობთ სხვადასხვა მრავალფეროვან ღონისძიებებს. წელს 24 ნოემბერს 3 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვდება ფიჯის ეროვნულ ნაკრებს. ეს თამაში მიეძღვნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. შემდეგი ღონისძიება 4 დეკემბერს გაიმართება კოტე მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში. გთავაზობთ ჩვენს პუბლიკაციას, ეს გახლავთ 9 პიესა ძალადობის წინააღმდეგ. ესენია დრამატული პიესები ოჯახში ძალადობის თემაზე. მათგან ერთ-ერთი გამარჯვებული პიესა დაიდგმება კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. პრესკონფერენციის შემდეგ მომდევნო 3 დღის განმავლობაში გთავაზობთ ამ პიესების კითხვებს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობების მიერ. 12 დეკემბერს შევარდენის სტადიონზე ერთმანეთს შეხვდებიან საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სარაგბო მატჩში, რომელიც მიეძღვნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ყოველწლიურად აღინიშნება 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. 25 ნოემბერი არის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე, ბრძოლის საერთაშორისო დღე, ხოლო 10 დეკემბერი არის ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე და ეს კავშირი სიმბოლურია ამ ორ თარიღს შორის, რომ ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფორმა. სწორედ ამიტომ აი ამ 16 დღის მანძილზე ის ორგანიზაციები, ვინც ქალთა საკითხებზე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობენ, ძალიან მრავალ ღონისძიებას მართავენ კამპანიის ფარგლებში. 3 დამატებითი ღონისძიება, რაზეც მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო, ეს არის 26 ნოემბერს იქნება რადისონში ფორუმი ქალებს მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, სადაც დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები მიიღებენ მონაწილეობას და მოხდება გარკვეულწილად განხილვა პროგრესისა, რა გაკეთდა სახელმწიფო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქალებს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ეხება. შემდეგ 30 ნოემბერს გვექნება ძალიან საინტერესო კვლევის პრეზენტაცია, რომელიც 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში და ასევე შიცის საერთაშორისო დღის 1 დეკემბრის აღსანიშნავად გაიმართება, ან 30 ნოემბერს სასტუმრო ბეციში, სადაც საუბარი იქნება შედეგებზე კვლევისა რა კავშირი არსებობს ქალთა მიმართ ძალადობასა და აიუშიც შორის საქართველოს შემთხვევაში. და 12 დეკემბერს გვექნება ასევე ძალიან საინტერესო მაღალი დონის შეხვედრა, სადაც მიიღებს მონაწილეობას დიპლომატიური კორპუსი, საქართველოს მთავრობა და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები და თემა მაღალი დონის შეხვედრის არის გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვის კუთხით, რა გაკეთდა საქართველოში 2012 წელს. გარკვეულწილად ეს იქნება ანგარიში წინა ხელისუფლების, ახალი ხელისუფლების მიმართ, ანუ გადაბარება, ესე ვთქვათ, ჩატარებული სამუშაოსი და ასევე დაისმება გარკვეულწილად გამოიკვეთება პრიორიტეტები მომავალი წლისთვის. ჩვენც მონაწილეობთ დრამატურგები და მარჯანიშვილის თეატრი გარკვეული ფორმით აი ამ კვირეულში, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, ქართველმა დრამატურგებმა დაწერეს პიესები ძალადობის შესახებ, კერძოდ ძალადობის შესახებ ოჯახებში და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ჩვენ გავახორციელეთ ეს პროექტი, ჩავატარეთ რამდენიმე სემინარი, დრამატურგებს მიაწოდეს ინფორმაცია, დაიწერა სულ 9 პიესა. არის ძალიან სხვადასხვა ფორმით, იმიტომ რომ ძალადობაც მოგეხსენებათ არის ძალიან მრავალგვაროვანი. ხშირ შემთხვევაში ზოგჯერ პარადოქსალური რეალობაც არის, რომ ხშირად ძალადობის მსხვერპლმა არ იცის, რომ ის მასზე ახორციელებენ ძალადობას, იმიტომ რომ სხვადასხვა ფორმით არის, ეს არის ხშირ ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნება. თეატრი ყოველთვის ის ადგილი იყო და არის, სადაც ყოველთვის ღიად საუბრობდნენ სოციალურ და მე ვიტყოდი
გარკვეული თვალსაზრისით ჩვენ შემთხვევაში მენტალურ პრობლემებზე. ეს პიესები იქნება მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ უშუალოდ ამ თემაზეც და არ შემოვიზღუდოთ მხოლოდ თქვათ ესთეტიკური, ასე ვთქვათ, ელემენტებით. ანუ ვისაუბროთ უშუალოდ ამ პრობლემაზე და არა მხოლოდ ლიტერატურაზე და დრამატურგიაზე. 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საქართველოს რაგბის კავშირი მხარს უჭერს გაეროს ქალთა ორგანიზაციას და გმობს ქალთა მიმართ ძალადობას და უძღვნის საქართველოს ფიჯის თამაშს ამ კამპანიას და ასევე 10 დეკემბერს საქართველოს მორაგბეები ეთამაშებიან დიპლომატიურ კორპუსს ამ კამპანიის მხარდასაჭერად.